კონორ მაკგრეგორის ისტორიის მესამე ნაწილი. იმისათვის რომ ამ ვიდეოს კარგად გაუგო, აუცილებლად უნდა ნახო პირველი და მეორე ნაწილი, სადაც მოგიყევით კონორის ისტორია დაბადებიდან UFC-ის ორმაგ ჩემპიონობამდე და ასევე ბრძოლაზე მეივეზერთან. ამ ვიდეოში კი განვიხილავთ კონორის დაცემას, ომს ჰაბიბ ნურმაგომედოვთან და კარიერის დასრულებას. ასე რომ მოკალათით ეკრანებთან, მე კიდევ ვიწყებ. სინამდვილეში კონორ მაკგრეგორი და ჰაბიბ ნურმაგომედოვი ერთმანეთს დიდი ხნის წინ იცნობდნენ. ამ კადრებში ჩანს, როგორ უღებდა დაღესტნელი თავის კუმირს ვიდეოს 2013 წელს, როდესაც ნოტარიუსი ხვდებოდა დასტინ პორიეს. მებრძოლები ერთმანეთს ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ, რაც კომენტარებშიც ჩანს. ჰაბიბმა კონორთან სურათიც კი გადაიღო და ატვირთა სოციალურ ქსელებში. მოკლედ სპორტსმენებს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობა იყო იქამდე, სანამ ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიაში. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2015 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც კონორი უნდა შეხვედროდა ჟოზე ალდოს და იძახდა, რომ ბრაზილიელთან გამარჯვების შემდეგ ის აპირებს 70 კილოგრამში ასვლას და მეორე ტიტულის მოპოვებას. აი მაშინ გამოჩნდა ჰაბიბის ინტერვიუ, რომელიც იყო დაუმარცხებელი, თუმცა კამერამდე მას ბევრი აკლდა. იცით, კონორი ძალიან მომწონს, თუ ის 70-ში ამოვიდა, მე მას ზუსტად 4 წუთში გავანადგურებ. ის სტრაიკერია და სიმართლე გითხრა მომწონს მისი ბრძოლის სტილი. მეცაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ მაკგრეგორი გადაუვლის ალდოს. დიდი ალბათობით დააფინიშებს კიდეც, თუმცა თუ ის ამოვიდა დივიზიონში, კეთილი იყოს მისი მობრძანება. როდესაც შენ ალდოზე გამარჯვების შემდეგ ახვალ მსუბუქ დივიზიონში, ვისთან იზურვებდი სათითულო ბრძოლას? ვისაც ექნება კამარი. და როგორ ფიქრობ, მომავალში ვინ გახდება მაგ კატეგორიაში ჩემპიონი? ჩემი აზრით ჰაბიბს შეუძლია ჩემპიონობა. როგორც ვიდეოს წინანაწილში ვახსენე, ჟოზე ალდოსთან გამარჯვების შემდეგ კონორმა მსუბუქ წონაზე გაილაშქრა, სადაც ჩემპიონი იყო დოსანიოსი. მაგ პერიოდში დივიზიონში ბევრმა დაიმსახურა დოსანიოსთან სატიტულო შეხვედრა, იგივე ჰაბიბმაც და ასევე ტონი ფერგუსონმაც, მაგრამ UFC-მ ამის შესაძლებლობა კონორს მისცა. რადგან იცოდა, რომ ის ამ შეხვედრას ორგანიზაციისთვის ბევრად მომგებიანს გახდიდა. აქედან გამომდინარე, პრომოუშენმა გადაწყვიტა, რომ კონორი შეხვდებოდა ტიტულზე დოსანიოს, ჰაბიბი კი საპრეტენდენტო ბრძოლით შეხვდებოდა ტონი ფერგუსონს. თუმცა როგორც ვიცით, დოსანიოსმა ტრავმა მიიღო და კონორი უფრო მძიმე დივიზიონში ორჯერ შეხვდა ნეით დიას. პარალელურად ვერც ჰაბიბი შეხვდა ტონის, რადგან ფერგუსონი დაიტრავმა. და ამიტომ დაღესტნელი დაეჯახა დარელ ჰორჩერს, რომელიც მეორე რაუნდში დაანოკაუტა და მოიპოვა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება. By TKO, Habib, the Eagle, Nurmagomedov. როგორც წინა ვიდეოში ვნახეთ, დოსანიოსი დამარცხდა ედი ალვარესთან და დივიზიონს გაუჩნდა ახალი ჩემპიონი, რომელიც წესით ტიტულის დაცვით უნდა შეხვედროდა ჰაბიბ ნურმაგომედოვს. და ასეც მოხდა, ოღონდ ფორმალურად. პრომოუშენმა ნურმაგომედოვს და ალვარეს კონტრაქტიც გაუფორმა და ყველა ემზადებოდა ამ შერკინებისთვის, მაგრამ როგორც კი კონორმა ნეით დიასი დაამარცხა და ნავაითმა ჰაბიბს კონტრაქტი გაუუქმა და ალვარეს კონორი შეახვედრა. 2016 წლის 13 ნოემბერს UFC 205-ზე კონორი შეხვდა სატიტულო ბრძოლით ედი ალვარეს. ეს შერკინება ვიდეოს წინა ნაწილში განვიხილეთ, ხო და მაგ დღესვე ჰაბიბ ნურმაგომედოვი მაიკლ ჯონსონს დაეჯახა, რომელიც დაამარცხა საბმიშენით და მოიპოვა ზედიზედ მერვე გამარჯვება UFC-ში. ღონისძიების დაწყებამდე მებრძოლები ერთმანეთს კულისებში გადაეკვეთნენ, სადაც კინაღამ დასწეს ერთმანეთს, თუმცა ორგანიზაციის უსაფრთხოების სამსახურმა ჩხუბის საშუალება მათ არ მისცა. იმის მერე რაც ჰაბიბმა დაამარცხა მაიკლ ჯონსონი, მან მიმართა ორგანიზაციას. ირლანდიელები არიან 6 მილიონი, რუსები კი 150. მე მინდა ვეჩხუბო თქვენს წიწილას, რადგან ეს ყველაზე მარტივი ბრძოლა იქნება მსუბუქ წონაში. გავიგეთ კულისებში შენ და კონორმა იკამათეთ, რა მოხდა? ვიდეო ნახე, სადაც ის ტაირონ ვუდლის გამომწვევად უყურებდა, იგივენაირად მან მეც შემომხედა. ალბათ მას ეგონა, რომ მეც ტაირონ ვუდლივი თუ არ, მაგრამ მე სხვა ადამიანი ვარ. მე ქუჩის ბიჭი ვარ. იქიდან საიდანაც მე ვარ, ყველაფერი სხვაგვარად ხდება. იქ არანაირი კამერები არ არსებობს. მე მთელი ჩემი ცხოვრება ვჩხუბობდი ქუჩაში. ამას მაშინ შევეშვი, როდესაც პროფესიონალებში გადმოვედი, რადგან არ მინდა ვინმე დავასახიჩრო. მოკლედ არაფერი არ მომხდარა, ყველაფერი რიგზეა.
ამასობაში როგორც ვიცით, კონორმა ალვარესი დაამარცხა და გახდა ორმაგი ჩემპიონი, რის მერეც კრივში გადავიდა. თუმცა ორგანიზაციამ მას ქამარი არ ჩამოართვა. მეტიც, პრომოუშენმა დაიწყო მუშაობა დროებით ქამარზე. სანამ კონორი კრივში მილიონებს აკეთებდა, პრომოუშენი აპირებდა ჰაბიბის და ფერგუსონის ერთმანეთთან დაჯახებას დროებით ტიტულზე. თუმცა დაღესტნელი ამ შეხვედრას ჩაეხსნა ტრავმის გამო და ფერგუსონი დროებით ქამარზე შეხვდა კევინ ლის. ელკუკუიმ დაახრჩო მესამე რაუნდში თავისი მეტოქე სამკუთხედში და გახდა დივიზიონის დროებითი ჩემპიონი და ორგანიზაციაში მოიპოვა ზედიზედ მეათე გამარჯვება. ერთწლიანი ტრავმის მერე ჰაბიბიც გამოჩნდა, რომელიც 2017 წლის 30 დეკემბერს შეხვდა ედსონ ბარბოსას და მოუგო მას მსაჯების გადაწყვეტილებით. თუმცა იქამდე სანამ ეს მოხდებოდა, ინტერნეტში გამოჩნდა კონორის მეგობრის არტიომ ლობოვის ვიდეო. სწორედ ის ბირთვული ვიდეო, რომელმაც ყველაფერი დააყენა ყირაზე. კონორი მენდესის წინააღმდეგ ერთი ფეხით გავიდა. მას განმეორებითი დაზიანებული ჰქონდა ჯვარედინი მყესი. ექიმმა მაგრეგორს ბრძოლა კი არა, სიარული აუკრძალა. მე იქ ვიყავი, ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ნოტარიუსმა დაიკიდა, გავიდა და გაიმარჯვა. ჰაბიბი კი რამდენჯერ ჩაეხსნა ბრძოლას? 5ჯერ, 6ჯერ. ის წონასაც კი ვერ აბარებს და ყოველი პროჭის ტკივილზე ეხსნება ბრძოლებს. მას არც ის ანაღლებს, რომ საკუთშემატკივროდ რუსეთიდან ხალხი ბოლო კაპიკებით ჩამოვიდა. თქვენ იცით მარტო ვიზის აღებას რამდენი დრო ჭირდება, რაღის ბილეთები. ხალხი დაიხარჯა, ჩამოფრინდა და ეს ბრძოლებს ეხსნება. თანგანა ერთხელ, ან ორჯერ, სამჯერ, ან ოთხჯერ. ასე რომ ვინ გამოდის ქათამი? ვის ეშინია? კონორი გამოდის ბრძოლებზე ტრავმების მიუხედავად, ის ნამდვილი მებრძოლია, ნამდვილი ჩემპიონია. კი, ყველას მოსდის პრობლემები ტრავმებთან და წონასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი არის ჩემპიონი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად გამოდის ბრძოლებზე, მეორე კი არის ქვეშაპშცია, რომელიც ეხსნება შეხვედრებს. დაიდადგა 2018 წელი. კონორი 2 წლის განმავლობაში არ ჩანდა UFC-ში და პრომოუშენმა მას იძულებით ჩამოართვა ქამარი. ჰაბიბის და ფერგუსონის იგნორირება კონორის გამო აღარ გამოდიოდა და ამიტომ ორგანიზაციამ ვაკანტურ ტიტულზე ბრძოლა შესთავაზა მეოთხეჯერ ნურმაგომედოვს და ფერგუსონს. წინაზე, როდესაც მე ტრავმის გამო ჩავეხსენი ტონისთან ბრძოლას, ბევრმა დაიწყო ამაზე საუბარი, მაგრამ რატო არ საუბრობთ იმაზე, რატო შევხვდი მე დარენს? აი რატო? იმიტომ რომ ტონიც ჩაეხსნა ტრავმის გამო ბრძოლას, ეს ორივე მხრიდან იყო, მაგრამ ეხლა ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ნამდვილ ქამარზე. 10 გამარჯვებიანი ვინსტრიკი 25-ის წინააღმდეგ. დაუშვათ. როდესაც ყველა ელოდა ამ ორ მებრძოლს შორის შერკინებას, მოხდა გაუთვალისწინებელი ამბავი. შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, როდესაც ფერგუსონი ინტერვიუს იძლეოდა, ის შემთხვევით წამოვიდა აპარატურის კაბელს, წაიქცა და გაიწყვიტა ჯვარედინი მყესი. სამწუხაროდ ეს სიმართლეა, ფერგუსონმა დაიზიანა ფეხით და ეხსნება ბრძოლას. გარშემო ყველა შოკში იყო. ტონის და ჰაბიბის შეხვედრა მეოთხეჯერ ჩაიშალა და სანამ ორგანიზაცია ეძებდა სპორტსმენს, რომელიც ერთი კვირით ადრე დათანხმდებოდა ბრძოლას, ნურმაგომედოვის სასტუმროში შეხვდა შემთხვევით არტიომ ლობოვს. სწორედ იმ ადამიანს, რომლის ვიდეო მიმართვაც მოვისმინეთ რამოდენიმე წუთის წინ. დაღესტნელი და თავისი გუნდის წევრები დაესივნენ ლობოვს. მან სუბუქად რომ თქვათ, მიაკაჩავა ის და სილად შემოაწნა და მებრძოლები დაიშალნენ. სანამ ეს ვიდეო გავრცელდებოდა ინტერნეტში, ჰაბიბთან ბრძოლის სურვილი მაქს ჰოლუეიმ გამოთქვა, რომელიც მაგ დროს იყო 66 კილოგრამის ჩემპიონი და ამ შერკინებისთვის ამოვიდა 70-ში. ყველაფერი გადაწყვეტილია, 8 აპრილს ტიტულზე მაქსი და ჰაბიბი იბრძოლებენ. ეს იქნება გრანდიოზული შოუ. სწორედ ამ პრეს-კონფერენციის დროს, სანამ მაქსი და ჰაბიბის თერდაოზე იდგნენ, კონორი ჩამოვიდა ამ ღონისძიებაზე თავის გუნდთან ერთად, იმისათვის რომ შური ეძია დაღესტნელისთვის ლობოვის გამო. ის შენობაში სწორედ მაშინ შევარდა, როდესაც ნურმაგომედოვის გუნდი ავტობუსში ჯდებოდა და დაიწყო ნამდვილი ქაოსი. That's why. Oh yeah. მე
შოკში ვარ. კონორი თავის გუნდთან ერთად ჰაბიბის ავტობუსს თავს დაესხა და რამდენადაც ვიცი, ყველა დაკავებულია. ისინი ავტობუსს ნაგვის ურნებს და რკინის ჯებირებს ესროდნენ. რამდენადაც ვიცი, მაიკ კესი არის დაზიანებული, ასევე როუზ ნამაიუნეზი და რამოდენიმე ადამიანი. ეს საქციელი არის ყველაზე საზიზღარი არც კი UFC-ის ისტორიაში მომხდარა. უბრალოდ გამომიგზავნე მესიჯის სათხარ და მე მოვალ. უბრალოდ ერთი მესიჯი. ბუნებრივია იცოდნენ რომ აქ კამერებია და ბევრი ხალხია. ნამდვილი გარჩევა თუ გინდა, ან აქ მოდი, ან შენი ლოკაცია ჩამიგდე. მნიშვნელობა არ აქვს სად. ირლანდია, ნიუ-იორკი, ბრუკლინი, მოსკოვი. უბრალოდ მითხარი სათხარ. მე შენ სილა გაგარტყი და შენ ქალი ვითიდექი. ეხლა დიდგულზე ხარ? შენ აქედან შემოგარტყავ. კონორს აქედან. ლოკაცია ჩამიგდეთ. ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა. მაქს ჰოლოუეის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა წონის კლების დროს და სამედიცინო კომისიამ ის ჩახსნა ბრძოლიდან. UFC ისევ ტუპიკში აღმოჩნდა და პირველ რიგში ორგანიზაციამ შერკინება შესთავაზა ენტონი პეტის, მაგრამ მან იმხელა თანხა მოითხოვა, რომ პრომოუშენმა ეს ვარიანტი გამორიცხა. და როდესაც უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ივენთი ჩაიშალა, რადარებზე გამოჩნდა დივიზიონის მე-11 ნომერი ელ იკვინტა. სატიტულო შერკინება მაინც შედგა. ჰაბიბმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში საჯების გადაწყვეტილებით და გახდა დივიზიონის ჩემპიონი და აი ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო. Khabib, the Eagle Nurmagomedov! იცით, დღემდე არ მჯერა რომ კონორის შემხვდება. ამ ბიჭის დალეწვა დიდი ხანია მინდა. მე მაგრეგორის უბრალოდ სემაკი არ მინდა მისი სახე ისე დავასახიჩრო, რომ მას ვერავინ ცნობდეს. თუ შემხვდება, მე მას გავხდი თავდაბალს და შეუცვლი გონებას. ამ ორ სპორტსმენს შორის ვითარება ძალიან დაიძაბა, განსაკუთრებულად ავტობუსზე თავდასხმის მერე, რის შედეგადაც კონორს სასამართლოს კი ჩაუტარეს. UFC ასეთ ამბავს, რა თქმა უნდა, მონეტიზაციათ აქცევდა და ასეც მოხდა. ორგანიზაციამ მალევე გამოაცხადა, რომ კონორ მაგრეგორი და ჰაბიბ ნურმაგომედოვი ერთმანეთს სატიტულო ბრძოლით UFC 229-ზე შეხვდებოდნენ. ორგანიზაციის ისტორიაში დღემდე ამ ხელამასშტაბების ღონისძიება არასდროს ჩატარებულა. ეს იყო ყველაზე მსხვილი ივენთი ისტორიაში. დიდი ალბათობით ყველა მიცით, რითიც დამთავრდა ყველაფერი, თუმცა სანამ შევხედავთ თვითონ ბრძოლას, მოდით იმ გიჟურ პრესკონფერენციას მოусმინოთ ბრძოლამდე, სადაც კონორი იყო შეუდარებელი. პირველ რიგში მე იმიტომ დავბრუნდი, რომ ყველას ვანახო ამ ტიპის ვირთხობა. ის ტრაკის მლოკავია, ჩემი მორიგი მსხვერპლით. ესეთი მშიშარა ტიპები ბევრი მინახია, როცა მის ავტობუსს თავს დავესხი, ხაფიბმა ჩაიბსა. აქ ლობოვის გულისთვის ვარ, მის გამო დაიწყო ეს ომი. ძალიან მომეწონა იმ შუშის ჩალეწვა, რომლის უკანაც ეს ვირთხა იმალებოდა. ჰაბიბი ჩემი ფანი იყო, ყიდულობდა ჩემ გამოსახულებით მაისურებს. გახსოვს ჩემო პატარა გულშემატკი ვარო? ჩემო პატარა კახპა. მე მას ფანატიზმამდე უყვარდი. ეხლა კი ჩემს ხარჯზე ფულის გაკეთება მოუნდა როგორც ხვებს, მაგრამ დამიჯერეთ, რომ მისი ხალხი, გუნდის წევრები, მთელი რუსეთი, ყველას უნდა რომ მან წააგოს და მე ამას მათ გამო გავანადგურებ. მე აქ მხოლოდ განადგურებისთვის მოვედი. მიდი გამანადგურე, ხო ითხოვდი ლოკაციას, აქ ვარ შენ წინაშე, გაგახსენო ის დღე, როდესაც შენ ჩაიჯვი. გახსოვს ავტობუსში ხელები გაჩვენე, გახსოვს უიარაღოთ ვიყავი. პირველი რაც ვანახე ამ ვირთხას ეს იყო უიარაღო ხელები, მაგრამ მან ჩაიჯვა. შეეშინდა ჩემი ქალების უკან დაიმალა მშიშარა ვირთხა. ეს ნაბოზარი ლოკაციას ითხოვდა. მიდი განძრიე ტრაკი, რა მეკენი, შენ ვერაფერს იზავ. ეს ნამდვილი ირლანდიული ვისკია, ნამდვილი ჩემპიონისგან, ეს ბოთლი მთელ ავტობუსს დაათრობს. აქ ისეთი შმონი იყო, რომ ჭიქები ვერ შემოვიტანე, სამაგიეროდ შემოვიტანე უფრო პატარა ბოთლი. ასევე აქ მე ჩემი კამრები შემოვიტანე. ვინმე ჭიქა გამიზრეთ, ხალხი არ ხართ, ჭიქა მინდა, სადღერძელოს თქმამ სურს ამ ადამიანების წინაშე ნამდვილი ირლანდიული ვისკი. თუ არ იქნება ჭიქა, ბოთლიდან დავლევ და როდესაც დავაცარიელებ ვისკის, არ ვიცი რას ვიზავ ამ ბოთლით. დაი ამ ტიპით. ხვდებით ალბათ, ასე რომ ჭიქა გამიზრეთ, პლასმასის მაინც იყოს. ავტობუსის მძღოლს დაბადების დღე აქვს, დაითრიე დანა ჭიქა. დაიცა მიმიშვი, დაბადების დღე უნდა მიულოცო, გილოცავ მძღოლო, რატო არ სვავ? არასდროს არ ვსვავ. დალიე შემშიშარა მუტელოს ანამ და გასახიჩრებ, ყველა კაცი სვავს, აი დანაც კი უბერავს, ნამდვილი განგსტერი, ვისკი ნამდვილი კაცებისთვის. შენთვის ეს იქნება ყველაზე მძიმე ღამე. ღმერთო მიშველე. ხაბიბ, მე ვეზერმა თქვა რომ კონორს არავის ეშინია და ჯობია იყო ფრთხილად, რა სიტყვი ამაზე.
MMA სამყაროსთვის მე თვითონ ვარ მეივეზერი. ჩაიჯვი რა, ჭიჭყიანი სპორტსმენი ხარ, ბოლო ბრძოლაში გაგიჭირდა. მე ყველაზე აქტიური მებრძოლი ვარ UFC-ში. უძრავი ქონების აგენტს მოვგე მე 11 ნომერს. ჩემი რეკორდია 26 გამარჯვება მარცხის გარეშე. ვერ ხვდები ეს რაზე საუბრობს. ამას გონია 6 ოქტომბერს ვისკი უშველის, აზე არ ვარ. Rogan, არ დაიხურო ამ ვირთხის ფაფახი, ის ხრის სუნით ყარს. სასიამოვნოა დაბრუნება, ნამდვილი მეფე დაბრუნდა. And now, for those in attendance and UFC fans watching around the world, the notorious Conor McGregor! Habib the Eagle Nurmagomedov! You know the rules. Protect yourself at all times. Follow my instructions. We're gonna keep this clean. Touch gloves now if you wish to. All right, let's do this. ამ ლეგენდარული ბრძოლის პირველი რაუნდი კონორმა დაიწყო აქტიურად, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, დაღესტნელმა პირველივე წამებზე დაიწყო ჭიდაობა. თავიდან მაკგრეგორი კარგად იცავდა თავს ჭიდაობისგან, მაგრამ ჰაბიბმა მაინც მოიმწყვრია ირლანდიელი ბადესთან. მართალია ნოტარიუსი ამ მდგომარეობიდან ახერხებდა დარტყმებს, თუმცა ნურმაგომედოვმა თავისი პარტერში კონტროლის ხარჯზე მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა ეს ბრძოლის მონაკვეთი. First strikes in the fight. McGregor trying to catch game that is going to give Habib every opportunity to work up. Let's see what he does. Exactly the start that მეორე რაუნდი ჰაბიბმა დაიწყო უძლიერესი ოვერჰენდით, რომელმაც დაარეტიანა ნოტარიუსი. მართალია ირლანდიელი მალევე ადგა და შეხვედრა გაგრძელდა დგომში, მაგრამ დაღესტნელმა პირველივე წუთის მიწურულს ის გდებით გადაიყვანა მიწაზე და რაუნდის ბოლომდე ის მაკგრეგორს უკონკურენტოდ პარტერში აჩაქუჩებდა, თან ესაუბრებოდა. massive crowd strikes here. Habib watching closely. 2 minutes to go in the round. I think he's getting smashed. And Nurmagomedov on top. Has a great look. Dealing with the offense here. Nurmagomedov. Round 3 brought to you. ასეთი დომინაციის შემდეგ ჰაბიბმა მესამე რაუნდში ბრძოლა დგომში გადაწყვიტა. ალბათ მას ნოტარიუსისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ის ყველა სართულზე უკეთესია, მაგრამ თავის კარიერაში პირველად წააგო რაუნდი. მართალია კონორი ბევრად დაღლილი და დაღეჭილი იყო, მაგრამ ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა და ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. McGregor continues to make that body work. Don't let it work. Don't let it work. Hey, you shouldn't be talking. მეოთხე რაუნდში სპორტსმენებმა შეხვედრა ჯერ დგომში დაიწყეს. თითქოს ყველაფერი თანაბრად მიდიოდა, მაგრამ ჰაბიბმა ისევ დაიწყო ჭიდაობა. გადაიყვანა ნოტარიუსი მიწაზე და მესამე წუთის მიწურულს ზურგიდან მახრჩობელა გაუფორმა, რის შედეგადაც კონორი დანებდა. There's the tap. Still undisputed. Habib Nurmagomedov. როდესაც მე მას ვახრჩობდი, კონორი დანებდა. ვერ მიხვდი რატო ქნა მან ეს. კონორის საგულშემატკივროდ მთელი ირლანდია ჩამოვიდა და ის ამის მერე ისაუბრებს მემკვიდრეობაზე. მაგას ჯობდა დაეძინა, მაგრამ ის დანებდა სამარცხვინოდ მთელი ირლანდიის თვალწინ. ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ ეს მე არ მაყმაყოფილებს. მაგ დროს კონორის გუნდელი მიყვიროდა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამ ტიპის თავიც მჭირდება და გადავხდი ოქტაგონში. დიახ, ბრძოლის დასრულების შემდეგ არენაზე ატყდა ნამდვილი ქაოსი. ნურმაგომედოვი მაყურებლებში გადახდა ჩხუბით. მისი გუნდის წევრები კი თავს დაესხნენ კონორს ოქტაგონში.
შელ წარმოიდგინე ამ ბრძოლაზე $10,000 დავხარჯე ბილეთებზე, ჩემი ოჯახი რომ შემეყვანა. არა და მე ვითომ UFC-ს ვარსკვლავი ვარ, ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, მაგრამ მაინც ძლივს ვიშოვე ბილეთები. ასეთი მასშტაბური ღონისძიება არასდროს მინახავს. მახსოვს ეს ჩხუბი რომ დასრულდა ჰაბიბი ქამარს ითხოვდა, მაგრამ დანამ უთხრა მას რომ თუ ის გადასცემდა ქამარს, დარბაზში ატყდებოდა ომი, რადგან იქ კონორის უამრავი გულშემატკივარი იყო. როდესაც გავყავდა ნურმაგომედოვი, მე ვეხმარებოდი ორგანიზაციას ამაში. ტრიბუნებიდან მაგრეგორის გულშემატკივრები 1000 რაღაცას გვესროდნენ. ეს საშინელი ღამე იყო. ამ ყველაფრის მერე კონორი ინტერვიუში იძახდა რომ მზად არის რევანშისთვის და ასე შემდეგ, თუმცა ნოტარიუსი გაქრა კიდევ 2 წლით. ამ წლების განმავლობაში ის ბევრ სკანდალურ და კონფლიქტურ ამბებში გაეხვა. ასევე რამოდენიმეჯერ გამოაცხადა რომ ასრულებს კარიერას, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად ის ბრუნდება ინტერვიუთი და თან ისეთი ზრდილობიანი მანერით, რომ გარშემო ყველა დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ნურმაგომედოვმა მართლა გახადა ის თავმდაბალი. წარსულში მე ძალიან ბევრი არასწორი საქციელი ჩავიდინე, მართლა მწვენია ამ ყველაფრის გამო, ასე რომ მე ვბრუნდები. ყველაფერს გამოვასწორებ გპირდებით. კონორი ოქტაგონს დაუბრუნდა 2020 წლის 19 იანვარს, სადაც შეხვდა ამ სპორტის ვეტერანს და ლეგენდას დონალდ სერონეს და მართლაც ირლანდიელი რადიკალურად განსხვავდებოდა. არანაირი ტრეშ-თოლკი და გამოხტომები, ის სერონეს უღიმოდა და პატივისცემით ექცეოდა. ეს შერკინება ჩატარდა 77 კილოგრამში. მაგრეგორმა კიდევ ერთხელ შექმნა ისტორია. მან დივიზიონის მეხუთე ნომერი 40 წამში დაანოკაუტა და გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც სამწონით კატეგორიაში შეხვედრა ნოკაუტით მოიგო. მართალია იდეალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ ამას გამოვასწორებ. ჯერ წვეულებას მოვაწყობ, ამ გამარჯვებას მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავ და მერე დავბრუნდები. იცოდეთ, ყველას გითვალთვალებ და როდესაც შევხვდებით, ყველას დაგერხათ. მზად ვარ ყველაფრისთვის, შეხვედრამდე. მართალია კონორი მალე დაბრუნებას აანონსებდა გამარჯვების მეორე დღეს, მაგრამ რეალურად ის კიდევ ერთი წლით გაქრა. ამის მერე თითქოს ის დიეგო სანჩესთან ჩხუბს აპირებდა, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია ორგანიზაციამ უარყო. მერე კონორი აპირებდა კლივში მენი პაკიაოსთან ბრძოლას, თუმცა ვერც ამ ღონისძიებას მოაბა თავი და ბოლოს გამოიწვია დასტინ პორიე. კონორ მაგრეგორის და დასტინ პორიეს ბრძოლა შედგა 2021 წლის 21 იანვარს და აქაც კონორი თავის თავს არ გავდა. ის იყო თავმდაბალი, მოწესრიგებული და დიდი პატივისცემით ექცეოდა პორიეს. არადა წლების წინ ყველას გვახსოვს როგორ გამოიყვანა ნოტარიუსმა მდგომარეობიდან დასტინი. ჩვენი პირველი შეხვედრის მერე პორიემ უმაგრესი გზა გაიარა და დღეს ის მსუბუქი წონის მწვერვალზეა. ჩემთვის დიდი პატივისცემა ასეთი დონის მებრძოლთან შერკინება. ეს ორთა ბრძოლა შედგა გაგანია პანდემიის დროს. კონორი კარგად გამოიყურებოდა, მუშაობდა აგრესიულად და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა ირლანდიელი როგორც ისტორია გვაჩვენებს არ იყო საკმარისად ეფექტური და პორიემ ის მეორე რაუნდში დაანოკაუტა. პორიემ კარგად იბრძოლა, ულოცავ გამარჯვებას, სამწუხაროდ ბრძოლის დროს ფეხი დავიზიანე, რის გამოც ვერ დავიხარჯე სათანადოდ. არა უშავს, ჩხუბის დროს ყველაფერი ხდება. ფეხი გამინადგურე ძმაო. კაი ბრძოლა იყო, წარმატებები კონორ. კონორმა თავისი ბოლო შერკინება 2021 წლის 11 ივლისს ჩაატარა ისევ დასტინ პორიესთან. თუმცა ამჯერად კონორი დაუბრუნდა თავის ძველ ამპლუას და იყო ძალიან აგრესიული. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ იმის მერე რაც კონორმა გაიგო დასტინის ქველმოქმედების შესახებ, მან პორიეს შეპირდა $500,000, რომელსაც დაურიცხავდა საქველმოქმედო ფონდში. ამ შეპირების მერე გავიდა 3 თვე, ფული კი არ ჩანდა და ამიტომ პორიემ ამის შესახებ დაწერა ტვიტერში. კონორის რეაქცია იყო დაუყოვნებლივი. მან დაწერა, რომ ეს ფული იყო დონაცია და არა ვალი. ასევე დაწერა, რომ ელოდებოდა პორიესგან დასაბუდებას თუ საწავიდოდა ეს ფული, მაგრამ არ მიიღო პასუხი. შემდეგ ირლანდიას ჩაერთო ცხოველის რეჟიმი, სადაც დაიწყო პორიეს შეურაცხყოფა როგორც ინტერნეტში, ასევე პრესკონფერენციებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი რაუნდი იყო ძალიან დაძაბული. ორივე მებრძოლს ჰქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ პორია შედარებით უკეთესი იყო და აი რაუნდის ბოლოს კონორი წაიქცა. თავიდან თითქოს ირლანდიელი პორიეს დარტყმის შედეგად წაიქცა, ასე ეგონა ყველას, მაგრამ რეალურად მას ფეხი გადაუბრუნდა. ეს იყო ფეხის მოტეხილობა. რა თქმა უნდა, ასეთი ტრაუმის მერე ნოტარიუსი ვერ გააგრძელებდა ბრძოლას და პორიემ ეს შეხვედრა მოიგო ტექნიკური ნოკაუტით. კონორი ბრძოლის მერე ყვიროდა სიმწრისგან, მას უნდოდა ბრძოლა გაეუქმებინათ ტრაუმის გამო, მაგრამ მას აღარავინ უსმენდა. და აი ასე დაასრულა ნოტარიუსმა თავისი ხმაურიანი კარიერა, რომელმაც ეს სპორტი გახადა ზე პოპულარული. Dustin the Diamond
ამაზე კონორის ისტორია არ დასრულებულა. კარიერის დასრულების შემდეგ მან თავი მოსინჯა მხატვრულ ფილმში, სადაც თამაშა ზუსტად რომ თავისი თავი და ამ საქმესაც ძალიან კარგად გაართვა თავი. ერთი პერიოდი ყველას გახსოვთ, მაგრეგორს ირლანდიის პრეზიდენტობაც კი უნდოდა. დღესდღეობით ის არის ძალიან აქტიური ინტერნეტში, ასევე ძალიან ბევრ ბიზნესებს ფლობს, ამ საქმეში ძალიან მაგარია ის, ჩამოაყალიბა თავისი პრომოუშენი, საბრძოლო პრომოუშენი და დღესდღეობით ის სულს გამოთქვავს ჩხუბის თეთრ სახლში. იმის გარდა რომ კონორმა ძალიან დიდი ფული იშოვა, ანუ ყველაზე დიდი ფული იშოვა UFC-ს ისტორიაში, მან ეს სპორტი სულ სხვა დონეზე გადაიყვანა და დიახ, ის ნამდვილი ლეგენდა, დღეიდან კი თქვენ მის შესახებ ყველაფერი იცით. თქვენ კი, ვისაც ამ არხის განვითარებაში პატარა წვლილის შეტანა გინდათ, ინფორმაციას აღწერაში დაგიტოვებთ, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.